მაშინ პირველი ჟიგული გავყიდე და იმის შემდეგ მანქანა ვყიდი, ხო ხედავ, სხვა არ გადაუხვიე. ამიტომ მე მიყვარს ჩემი პროფესია. აი რომ მიყვარს, ამიტომ გამომდის ყველაფერი. აი შეხედეთ. თავისი დამტენები, აი მე არ ვიცი, ესეთი დახვეწილი, ესეთი აი შეხედეთ როგორ არის. სოფლიოში ნომერ პირველი დიზაინერების გაკეთებულია. მე არ ვიცი საიტზე შედით და ნახეთ, რომ ყველა დიზაინერები სოფლიოში ნომერ პირველი დიზაინერები უკვე წავიდნენ ჩინეთში და იქ მუშაობენ. მობრძანდით დრო არ გვინდა რომ გაგვიქცეს. ლუკა პირველი ხელფასით რა იყიდე? თქვი არ შეგცხვეს, აი პირველი ხელფასით რა იყიდე? პირველი ხელფასით შეყვარებულს რა მიუყიდე? ამყვავილი ან რამე? არ ყავ შეყვარებული? ახლა იმდენი შეყვარებული გეყოლება შენ? შენ იმდენი შეყვარებული გეყოლება, რომ ყველა სკოლიდან შენ ტელეფონის ნომერს ეძებდეს იქნება გოგოები. დათო, შენს პატარა ბიჭი იყავი რომ მოხვედი, ხო? და ხო ხედავ დღეს უკვე ამოდენა საქმეს ხელმძღვანელო, ხო? აი ესე არიან ეს ბიჭებიც. როგორ არის იცი? მოსათმენი არაფერი არ არის. რა არის მოსათმენი? თუ შენ გიყვარს ეს საქმე, მაშინ რეალურად უნდა იმუშაო და გიყვარდეს და აი ეს მანქანა რაც არის, უნდა აუხსნა მოსახლეობას, უნდა იცოდეს ავტომობილი. თუ შენ არიცი ავტომობილი როგორ უნდა გააგებიო სხვას, ხო? დღეში მოდის 100 ადამიანი, ხო? დღეში ჩვენ მაინც საქართველოს ტერიტორიაზე 3 ავტომობილს ხო ვყიდით. აი უყურეთ, ვინმე შენთან მოვიდა ისეთი რომ აი გაფუშტეს და ჩვენ ვერ გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, სერვისი არის ყველაზე მთავარი და მსგავსი სიტუაცია მათემოტორს არ ქონია. თუ ფუჭდება ავტომობილი, აუცილებლად კეთდება მათემოტორში. მე ვინც მიცნობს საქართველოს მოსახლეობას მინდა უთხრა, იმდენად კარგი ფასია, ხო? ამაზე უკეთესი ფასი და ავტომობილი დღეს მე არ ვიცი, ახლა და თუ ვინმე იტყვის და რომ მე გელაბარკელაიაზე მეტი მესმის ავტომობილი, აი აქ დაждდეს, აი აგერ იქ თუ არ უნდა დაждდება, აი აგერ ლუკა დაუთმობს სკამს და ნებისმიერ ავტომობილზე უპასუხებ ნებისმიერ ადამიანს, რომ ეს მაინც დღევანდელი დღეა. მე ვამბობდი 2 წლის უკან, რომ დღეს არ არის ამის დღე. დღეს უკვე დადგა ამის დრო, ლუკა. რატომ? იმიტომ რომ ამის დამტენები აგერ არის. სახში შენს გემოზე დატენე, წადი შეყვარებული ჩაისვი, ბათუმში ზღვაზე 3 დღე იბანავე და წამოდი აქ და ჩამოხვალ ზესტაფონამდე.